მონტენეგროში ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველი სამიტი მიმდინარეობს. სამიტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობს. შალვა პაპუაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით უკვე მიმართა. რა იყო მთავარი გზავნილები, ამას მეგინ არსავიძე გვეტყვის, ის მონტენეგროდან გვერდდება პირდაპირ ეთერში. სოფლიოში არსებული გამოწვევები და ამ გამოწვევების ფონზე რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობა. ეს არის ის საკითხები, რასაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სოფლიოში არსებული კონფლიქტების თუ ომების ფონზე განსაკუთრებით გამოჩნდა თუ რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონული ორგანიზაციების ეფექტიანად მუშაობა. ასევე მან ისაუბრა დაკავშირებადობაზე და შუა დერეფანზე, თქვა, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის არსებული ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაძლიერებას და მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას. მან ისაუბრა ასევე სამხრეთ კავკასიაზე, საქართველოზე, სომხეთსა და აზერბაიჯანზე, თქვა, რომ ამ ქვეყნების მიდგომა და ნაბიჯები იმედის მომცემია მშვიდობიანი განვითარებისთვის. დღევანდელი მოშლილი საერთაშორისო სისტემა გეოპოლიტიკური დაძაბულობით, ეკონომიკური გაურკვევლობითა და უსაფრთხოების დინამიკის ცვალებადობით ხასიათდება. ჩვენ ვართ წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ჩამოშლის მოწმენი, რაც საგანგაშო პროცესია და ეჭვქვეშაყენებს სახელმწიფოებს შორის სტაბილურობის, თანამშრომლობისა და ნდობის საფუძვლებს. დღესდღეობით ჩვენი რეგიონი მსოფლიო არასტაბილურობის ეპიცენტრშია. მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინის ომი, რომელიც უკვე 4 წელზე მეტხანს გრძელდება. მაშინ, როდესაც გლობალური ორგანიზაციები ვერ ახერხებენ შედეგების მიღწევას, რეგიონულ ფორმატებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა უკეთესობისკენ შეცვალონ რეალობა. ჩვენ გვაერთიანებს საერთო პრაგმატული ინტერესები, რომლებიც უშუალოდ ჩვენი მოსახლეობის მიერ არის ჩვენზე დელეგირებული, რადგან პარლამენტები პირდაპირ გამოხატავენ ხალხის ნებას. შესაბამისად, რეგიონული გაერთიანებები ქმნიან ჩარჩოს, რომლის საშუალებითაც მეზობელ ქვეყნებს შეუძლიათ აწარმოონ დიალოგი, განიხილონ საერთო გამოწვევები და პრაქტიკულ გადაწყვეტილებებს მიაღწიონ. ხმელთაშუა ზღვის, შავი ზღვისა და ყურის რეგიონები ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია, სადაც გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუძლია ხელშესახები შედეგების მოტანა. გაძლიერებული საპარლამენტო გაცვლები შესაძლოა სტაბილურობის, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების ხიდად იქცეს. ეს კავშირები მშვიდობას დამატებით შანსებს მისცემს. დაკავშირებადობა ამ თანამშრომლობაში ცენტრალურ ადგილს იკავებს. სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტების, მათ შორის შუა დერეფნის განვითარება, ევროპასა და აზიას შორის ვაჭრობასა და ეკონომიკურ ურთიერთობებს ახლებურად აყალიბებს. ეს დერეფნები თანამშრომლობის არხებია, რომლებიც ჩვენს რეგიონებს აახლოებს და გლობალური მიწოდების ჯაჭვის მოწყვლადობას ამცირებს. დაკავშირებადობის საკითხი მჭიდროდ არის დაკავშირებული ენერგეტიკულ უსაფრთხოებასთან, რომელიც ჩვენი საერთო მომავლისთვის გადამწყვეტ თემად იქცა. ენერგიის წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაცია აუცილებელია სტაბილურობისა და მედეგობის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით ევროპისთვის. ალტერნატიულ ენერგორესურსებსა და ინფრასტრუქტურაზე თანამშრომლობის გაძლიერებით ჩვენ ხელს შევუწყობთ ეკონომიკურ ზრდას და უფრო უსაფრთხო და მდგრად ენერგეტიკულ გარემოს შევქმნით. თუმცა მედეგობის გასაძლიერებლად ნდობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ჩვენ როგორც პარლამენტარებმა უნდა გავაძლიეროთ ღია დიალოგი მაშინაც კი, როდესაც ჩვენი პოზიციები ერთმანეთისგან განსხვავდება. სიამაყით აღნიშნავ, რომ ამ ტურბულენტურ პერიოდში სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი უნიკალურ სიბრძნეს, მომავლის ხედვას ავლენენ და მშვიდობის, თანამშრომლობისა და განვითარებისთვის იმედს ქმნიან. საქართველოს შავი ზღვის, ხმელთაშუა ზღვისა და ყურის რეგიონებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების ერთგულია. შალვა პაპუაშვილი დღეს უკვე შეხვდა მალტის სპიკერს. მალტა არის ქვეყანა, რომელიც საქართველოს მხარდამჭერია არაერთი მიმართულებით. ეს მხარდაჭერა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა სპიკერმა და ისაუბრა მისი ქვეყნის გამოცდილებაზე ევროინტეგრაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრების გრძელი გზა გაიარა მალტამაც, იყო დისკუსიები და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი არის ამ პროცესში თანამშრომლობა, დიალოგი და ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მას აქვს იმედი და იმედი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს საკითხზე იქნება უკეთესობისკენ შეიცვლება ვითარება. ასევე მხარეებმა ისაუბრეს მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და თანხმდებიან, რომ ამ პროცესში განსაკუთრებული როლი სწორედ რეგიონულ თანამშრომლობას და რეგიონულ ორგანიზაციებს ენიჭება. საუბრეთ იმაზე, რომ რეგიონული ორგანიზაციების დღეს აქვს განსაკუთრებული როლი
სამშვიდობო პოლიტიკაში იმის ფონზე, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციები სამწუხაროდ თამაშგარი მდგომარეობაში არიან ამ კონფლიქტების გადაწყვეტის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ასევე ინსტიტუციურ სტრუქტურულ თანამშრომლობაზე და ასევე თანამშრომლობაში ამ ასამბლეის ფარგლებში, რომელზეც ჩვენ ვაპირებთ, რომ დამკვირვებლის სტატუსის მოსაპოვებლად მიმართოთ და მალტამ ამ მხრივ სრული მხარდაჭერა აგვირქვა. განსხვავებით იმ განწყობის, რასაც გვაჩვენებს ხოლმე ბრიუსელის ბიუროკრატია, რომელიც ცდილობს, რომ დაბლოკოს დიალოგი და ცალმხრივი დირექტივებით გვესაუბროს. მალტის პოზიცია ყოველთვის არის დიალოგი, თანამშრომლობა და ამ მხრივ გვაქვს ყოველგვარი მხარდაჭერა მათი მხრიდან, რომ ხელი შეუწყო დიალოგის ფორმატების გახსნას. ვისაუბრეთ საქართველოსადმი ჩვენს მხარდაჭერაზე სხვადასხვა მიმართულებით. გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების კუთხით. მოხარული ვარ, რომ დისკუსია ძალიან დადებითი იყო. ვიდრე ევროკავშირს შევუერთდებოდით, ძალიან ბევრი პროცესი გავიარეთ. მსუბუქად რომ ვთქვა, ბევრი დისკუსია გვქონდა. მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ 2000-იანების დასაწყისში შევუერთდით ევროკავშირს. ცხადია, ჩვენ საქართველოს საკითხზე პირდაპირ ჩართული არ ვართ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ იქნება და საქართველო გაიკვლევს გზას წევრობისკენ. დღეს დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის მონტენეგროს სპიკერთან. სამიტი 2 დღის განმავლობაში გრძელდება და მას ესწრება 300 მონაწილე. პირდაპირ ეთერში ბეგინა არსავიძე გვერდთვებოდა.